ქუთაისის თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ოთარ ეგაძე, ვახტანგ მაღლაფერიძე, უტია იოსელიანი, რეზო ჭეიშვილი და ლევან სვანაძე. ლევან სვანაძე, რომელიც მიუხედავად თავისი მოკლე პერიოდისა ძალიან საინტერესოდ დარჩა თეატრის ისტორიაში. მე პირადად მახსოვს და მაგ ბედნიერება მეხილა მისი სპექტაკლები ათვინიერებენ მიმინოს და კალიგულა, რომლებიც მაშინ ჩემი თაობისთვის იყო მართლა სკოლა, თეატრალური სკოლა, ამ სპექტაკლებზე გავიზარდეთ, ამ სპექტაკლებმა შეგვაყვარა ჩვენ ფაქტობრივად თეატრი. ჩემს თაობაზე მოგახსენებთ. მითხარი რას ვიდირებ? რა განისრახე? ამოიღე ხმა! იბაცუხე! 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ახალი ეტაპი იწყება ქუთაისის თეატრის ისტორიაში. სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი ჯეირან ფაჩუაშვილი ხდება, რომელიც წლების განმავლობაში თეატრის მთავარი მხატვარი იყო, ხოლო მთავარ რეჟისორად ნუგზარ ლორთქიფანიძე ინიშნება. მათი შემოქმედებითი ტანდემი ერთ-ერთი საუკეთესო იყო თეატრის ისტორიაში, რასაც კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავენ. მათ უნდა იცოდნენ ვინ არის მათი დედა. და როცა იმასაც შეიტყობენ, თუ ამ საბრალო ქალმა რა მოიმოქმედა მათი გულისაგან, საერთოდ შეიყვარებენ კიდეც. ბატონ ჯეირანი გახლავთ პროფესიით მხატვარი, არაჩვეულებრივი ფერმწერია და არაჩვეულებრივი სცენოგრაფი. ეს არის ფარნაოზ ლაპიაშვილის მოსწავლე. და ძალიან სათუთად ეკიდება თავის პროფესიას. ბატონ ჯეირანის ნამუშევრები ისევ ჩემს ბავშვობაში გადავინაცვლებ. მე მახსოვს ბატონი ამილკარი და პირველი შთაბეჭდილება მანამ სანამ სპექტაკლი დაიწყებოდა იყო დეკორაცია. ეს იყო მართლაც წარშლელი თეატრალური შთაბეჭდილება, არაჩვეულებრივი დეკორაცია და ძალიან ბევრი პრემია დაიმსახურა ბატონმა ჯეირანმა თავისი მხატვრობის გამო. მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს სპექტაკლებს აფორმებდა თეატრში 30 წელი იყო თეატრის მთავარი მხატვარი. იყო არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი, ორგანიზატორი, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ჩაიბარა თეატრი. მე ეს კარგად მახსოვს, არ იყო გათბობა, არ იყო შუქი და თავისი ძალისხმევით, კონტაქტებით მაქსიმალურს აკეთებდა თეატრისათვის. იცახი ახლა საწევიდე თქვა ძალუანი თვალყურიკი გადის წასვლაზე მარა იგი დღეი შენ არ მეგესწრო ვეღარ გაძეხით ჩემი ძვალებით აბა ამოდით და ჭამეთ ჩემი ხორცი ალო ეს არის მართლაც ძალიან დიდი ბედნიერება და მე წილად მხვდა ეს ბედნიერება რომ დიდი ხნის განმავლობაში მასთან ერთად მომუშავა, ეს იყო ჩემთვის დიდი თეატრალური სკოლა და არა მხოლოდ ჩემთვის, მან მთელი თაობა გაზარდა თეატრში და ყველამ კარგად იცის, რომ ბატონი ნუგზარი არის არაჩვეულებრივი პედაგოგი და მრავალი სასიკადულო მსახიობის პედაგოგია. მან განახორციელა ჩვენს თეატრში ძალიან საინტერესო დადგმები. ხშირად მაშინ ხოლმე როცა თეატრმცოდნეები ჩამოდიოდნენ წლის ბოლოს შეჯამება ხდებოდა სეზონების. ყოველთვის აღნიშნავდა ხოლმე რომ ეს იყო არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ტანდემი. ბატონი ჯეირანის და ბატონი ნუგზარის ძალიან შეთანხმებულად მუშაობდნენ და მრავალი წარმატება მოუპოვეს თეატრს. მე მინდა აღნიშნო, რომ ამ პერიოდში მე გაგვიუქმეს ეს სტატუსი, მაგრამ თეატრმა 2000 წელს მოიპოვა ძალიან საამაყო სტატუსი, აკადემიური წოდება მიენიჭა ჩვენს თეატრს. ნუ ამბობ შემიყვარე. ჯერ შენ მიჩვენე გმირობა ქვეყანანეტა. და ჩაგრულ მოძმეთ მიხედე სიცოცხლე გაიმწარე. და მე ჩემი მშვენება. მალამოთ მოიხმარე. აკაკი წერეთლის ლექსების მიხედვით თვითონვე გააკეთა ბატონმა ნუგზარმა ინსცენირება ლექსად მოთხრობილი ამბავი, მას ამის გამოცდილება ჰქონდა უკვე ხალხურ პოეზიაში, მოგახსენებათ წოთისოფელი ასია, მისი არაჩვეულებრივი სპექტაკლი. იმის მსგავსი იყო სამეფო ძველთა ძველო, თავიდან ბოლომდე აკაკი წერეთლის ლექსებსა და პოემებზე დაყრდნობით. და ეს ამ სპექტაკლმა მოიპოვა აკაკი წერეთლის სახელობის პრემია. რაც ძალადობით წაიხეს, ვინ დააბრუნებს ნებითა? ნათელა ურუშაძე სპექტაკლის შემდეგ წერდა: ამ სპექტაკლში მარტო ქართული ენა კი არა, სხვაც ყველაფერია, ქვასანაყის ხმა რომ ისმის, აკუნის ჭრიალი, იავნანა, თვალებდახუჭული ვუსმენდი ხმოვან ფონს, სიტყვის გარდა მუსიკას, მხატვრობას, ცეკვას აქვს დრამატული, ქმედითი ფუნქცია.
ამ სპექტაკლში არის ის, რისთვისაც არსებობს თეატრი. გადავარჩინოთ ქართული სული. სამართალი ბოლოს გასტა. რა თქმა უნდა, ნელა. ხვეთო, მიეც გამარჯვება. განსაცვლისგან დაიხსენ. დაგვიბრუნე შიმშვიდობით გევედრები მონაშენი. შენ დამბრე ჩემი სული. ჩემო გულის იმედო მე შენ სხვაზე ვერ გაწვდი. ჩემო სიცოცხლის მტრედო. არც მყარებია, არც მიყურს, არც მდომებია, არც მინდა, არც მწამებია, არც ამწამს. შენს გარდა კიდევ სხვაც მინდა. გაიმართა დიდი დღესასწაული ქართული თეატრის დღე აღინიშნა გრანდიოზულად, ყავდა ძალიან ბევრი სტუმარი და იყო არაჩვეულებრივი საღამო, დაჯილდოვება, მთელი თეატრალური ელიტა ჩვენი სტუმარი იყო. მაშინ და ყველაზე მთავარი, რაც მინდა გითხრათ, ეს არის სახელმწიფო პრემია ჩვენი თეატრის ორი სპექტაკლი, სწორედ ამ პერიოდის. ესენი არის აქერ დროს ადამიანს უცხოვრია და აბეშურა ფარნავაზიანთა უკანასკნელი დედოფალი დაჯილდოვდა სახელმწიფო პრემიით. მიუხედავად არც თუ სახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა, თეატრს მუშაობა არ შეუწყვეტია. მსახიობები გაყინულ დარბაზებში გამოდიოდნენ და შედეგმაც არ დააყოვნა. არაერთი პრემიით დაჯილდოვდა სპექტაკლები წვიმის გამყიდველი, იადონას თეატრი, ფილუმენა მარტურანო, აქ ერთ დროს ადამიანს უცხოვრია, აბეშურა, ფარნავაზიანთა უკანასკნელი დედოფალი, სამეფო ძველთა ძველო. თეატრის მსახიობებმა სხვადასხვა სახელობითი პრემიები მიიღეს ქალისა და მამაკაცის როლების საუკეთესო შესრულებისთვის. ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა პრემიები და არ არის მხოლოდ ჩამონათვალი, ეს არის ძალიან დიდი და ძალიან ესეთი ფილიგრანული დამოკიდებულების შედეგი ჩვენი საქმისადმი, თეატრის საქმისადმი. ცხენის ძუაზე ჩამოსაკიდი ხარ. რა ვაგაბედი ქმრის ღალატი ესე ქვეყნის დაქცევა. ბაბა. შემარცხვინე ბაბა ამ სიბერეში, ხომ? ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს. შენ დღეიდან არც დედა ყავს, არც მამა და არც დაძმები ბაბა. წერეთელი, კლდიაშვილი, ყაზბეგი, ცაგარელი, კანდელაკი, დადიანი, გოგოლი, გორკი, იბსენი, დე ფილიპო, შილერი, კამიუ. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ქართველი თუ უცხოელი დრამატურგებისა, რომელთა პიესები თეატრში დადგმულა. ყველაზე მეტად კი მაინც შექსპირსა და პოლიკარპე კაკაბაძეს მიმართავდნენ. ამ პიესებში გამოიკვეთა ცალკეული მსახიობების ნიჭი და ოსტატობა. პოლიკარპე კაკაბაძის ყვარყვარი თუთაბერი პირველად კოტე მარჯანიშვილმა დადგა ქუთაის ბათუმის თეატრში. ყვარყვარის სახის შესრულებით უშანგი ჩხეიძემ დაამტკიცა, რომ ტრაგიკულის გარდა კომედიური როლების საუკეთესო შემსრულებელიც იყო. ყვარყვარი თუთაბერი შემდეგ კიდევ დაიდგა რამდენჯერ მესხიშვილის თეატრის სცენაზე. ყვარყვარი თუთაბერის თამაში, ასე ვთქვათ, დაებედა კაპია აბესაძეს. ერთგვარად მან სამჯერ ითამაშა ყვარყვარი თუთაბერი, ბოლო დადგმაში უკვე ქუჩარას თამაშობს. მისი პარტნიორები იყვნენ ვალერი ანგვენცაძე და იპოლიტა ხვიჩია. კაკუტას და ქუჩარას თამაშობდნენ. მერე გადაინაცვლა და თვითონ ითამაშა უკვე ეს ქუჩარა. ბოლოს თეატრი ყვარყვარის 1986 წელს მიუბრუნდა. ამირან ჟვანიას სპექტაკლში მთავარ როლს ანზორ ხერხაძე თამაშობდა. ყვარყვარის მოჰყვა კოლმეურნის ქორწინება, ორჯერ დაიდგა ცხოვრების ჯარა, სადაც ლოპიანეს თამაშობდნენ ჯერ ვალერი ანგვენცაძე, შემდეგ ვახტანგ მეგრელიშვილი. 80-იან წლებში იგივე პიესა შეცვლილი სახელწოდებით სიმართლე თუ გინდათ ესაა დადგა სოსო ნემსაძემ.
თავაროლს ალექსანდრე ტორუტაძე ასრულებდა. ცოტა მოგვიანებით დაიდგა ბაგრატ მეშვიდე. ეს ბატონი ვაჟა-ოყრაშიძის ისტორიაში არის ძალიან ცნობილი და ძალიან მკაფიო და ნათელი სახე. ბაგრატ მეშვიდეს თამაშობდა ბატონი ვაჟა-ოყრაშიძე. მეორე დრამატურგი, რომლის პიესები ყველაზე ხშირად იდგმება თეატრში, უილიამ შექსპირია. მეფე ლირში ჯერ კიდევ კოტე მესხი და ლადო მესხიშვილი თამაშობდნენ. დოდო ანთაძემ კი ლირის სახე ალექსანდრე იმედაშვილს ანდო. ვინაიდან მსახიობს ბევრი ჰქონდა ნაფიქრი როლზე. ისეთი მოწონება დაიმსახურა ამ წარმოდგენამ, რომ კრიტიკა, მიმდროინდელმა კრიტიკამ გიორგ ჯიბლაძის წერილი არის მაშინდელი აღიარა, რომ ეს იყო ბოლო 3 წლების საუკეთესო ნამუშევარი. იგივე ალექსანდრე იმედაშვილი დააკავა შემდეგ ტრაგედიაში ოტელო, სადაც პარტნიორობას უწევდნენ იუზა ზარდალიშვილი და თიკო ღვინიაშვილი. ოტელო სხვადასხვა რედაქციით კიდევ რამდენჯერმე განხორციელდა ქუთაისის თეატრში. გიგა ლორთქიფანიძის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებში მთავარ როლებს ვახტანგ მეგრელიშვილი და გრიგოლ კოსტავა ასრულებდნენ. აკაკი ვასაძის პერიოდში ისევ დაიდგა ოტელო ვახტანგ მეგრელიშვილის და ქეთევან კოლხიდელის მონაწილეობით. სპექტაკლი იმითი იყო საინტერესო განსაკუთრებით, რომ აკაკი ხორავა, რომელიც თბილისში თამაშობდა ოტელოს, ჩამოდიოდა ხოლმე აქ, იწვევდა ქუთაისის თეატრი და ქუთაისის თეატრის მაყურებელ საშუალება ჰქონდა, რომ ხორავას ოტელო ეხილა ჩვენთან, ჩვენს ფიცერნაკზე. დაიდგა ასევე ქართული სცენისთვის ნაკლებად ორგანული, ასე ვთქვათ, ნაკლებად იდგმება ქართულ თეატრში. მე რამდენადაც ვიცი, კორიოლანოსი. ეს არის 1979 წლის დადგმა. გოგი ქავთარაძე დგამს კორიოლანოს და კორიოლანოსის როლში არის ბატონი ერემია სვანაძე. ამ სპექტაკლმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მოსკოვის გასტროლზე და აღფრთოვანებული წერდა პრესა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული სპექტაკლი. შექსპირი კარგ ახანს აღარ ჩვენ თეატრის სცენაზე მას მერე და აი აგერ ბატონი გიორგის პერიოდში ინტენსიურად შეუვდექით ისევე შექსპირის დადგმას განხორციელდა. აი კომედია არც ერთი არ იყო, ხო? მე რაც ჩამოგითვალეთ ამდგან უკვე კომედია დაიდგა ზაფხულის ღამის სიზმარი, კახაბერ შარტავა არის რეჟისორი და დაიდგა რომეო და ჯულიეტა განსხვავებული ესთეტიკით, ეს არის მიმოდრამა. ბატონმა გიორგიმ და კახაბერ შარტავამ გააკეთეს დადგა სპექტაკლი ერთად, თვითონ კახა თამაშობს რომეოს, ჯულიეტას თამაშობს ნინო ჭოლაძე, აბსოლუტურად უსიტყვოა. მხოლოდ დედები აი დაძაბულ მომენტში ამბობენ ხოლმე ჯულიეტა, ჯულიეტა, რომეო, რომეო. და ბოლოს ეს დიდი ტილო, რომელზეც წეღანაც მოგახსენეთ, ივანე ხუციშვილის მაკბეტი, რომელმაც აღიარება და გამარჯვება მოიპოვა დურუჯზე და ახლა სრულად ახლახან გამოქვეყნდა 5 საუკეთესო სპექტაკლი და სხვადასხვა ნომინაცია და ჩვენმა სპექტაკლმა რეჟისურისთვის, მხატვრობისთვის და როლების შესრულებისთვის აიღო პრიზი და ეს ძალიან საამაყოა და ძალიან სასიხარო. იქ სადაც ხშირად მზიანათებს იმშვიდეს სულფებს. ჯექა ქუხილი და ქაოსი ყველაფერს ურევს. რა მინდა ვიქრა? ირლანდიელი ისრის ტეχνით გარბობდნენ უკვე მაშინ გამოჩნდა სწორედ მე ნორვეგიისა. ომადა ჩვენი სარდან მაგნა ვენ დააფრთხო და მე როგორ კარგი პარტნიორის ეს და არ გეშინია პირიქით უფრო მეტი სტიმულია მე მით უმეტეს ხალბატონი ევას თან ერთად გავიზარდე ამ თეატრში და რაც ნელ-ნელა ჩვენი პარტნიორობაც რამოდენიმე სპექტაკლით დაიწყო და ისე მიჩვეული ვარ და მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ შესანიშნავი პარტნიორია და ნაკლებად
გიჭირს კონტაქტში შესვლა. პირიქით უფრო მეტიც იმდენს საკეთებს პარტნიორისთვის, რომ შესაძლებელია შენი ნაწილი ემოციებისა მან იმდენად გამოხატოს, რომ დააბალანსოს ორი ადამიანის პარტნიორობა. გჯერათ ჩემ. მე თქვენს დასახმარებლად მოვედი. თქვენთვის აუცილებელია ქალის სიტყვა. ქალის თადარი. ეს ყველაფერი მე უნდა მომანდო. შემიძლია მადლობა აგიხსნა. ისეთ მდგომარეობაში რომელშიც ნახმარები ყოფილი. თუ სამარცხვინოთ უნდა მიგაჩნდეთ ის, რაც ყველა ქრისტიანის მოვალეობა. არა, მე პირადად ჩემ ცხოვრებაში არასოდეს არ მახსოვს, რომ რომელიმე როლზე უარი მეთქვას და ეს ეპიზოდი განსაკუთრებით ძალიან მიყვარს ეპიზოდების თამაში, იმიტომ რომ ეპიზოდები უფრო შეიძლება მისი შევსება უფრო ნაკლებად საპასუხისმგებლოა თქო როგორ თქვა, მაგრამ უფრო მეტი საშუალება გაქვს ამისი. გაქვს რომ ის ეპიზოდი გადააქციო უფრო დიდ რამეთ და ეპიზოდები გიждები ძალიან მიყვარს ეპიზოდები. როგორც მსახიობისთვისაც ძალიან ბევრი საშუალება იმპროვიზაციის უფრო მეტად ინტერპრეტაციის და მის საშუალებას გაძლევს უფრო. უსახური დროის ნაშიერო თქვენს წინაშეა შეურაცხყოფილი დაუძლურებული არაფრის მქონე ადამიანი. ამ ადამიანს ოდესღაც წარსული გონდა. რანაირი კარგი როლიც არ უნდა ითამაშო თავიდან ბოლომდე და ყველამ აღიაროს რომ ეს კარგი როლია. მე მაინც ვფიქრობ რომ იმდენი რამე რჩება ის ჩუქურთმა ირგვლივ კიდე იმდენი პატარა ნიუანსი და დეტალები რჩება რამდენიც გინდათ. ამიტომ პროცესს მე არასდროს არ წყვიტავ. შეიძლება მეასე სპექტაკლზე აღმოაჩინო ისეთი პატარა დეტალი რომელიც ძალიან გამიკვირდეს კიდეც რომ ამდენი ხანი როგორ ვერ მოვძებნე, როგორ გამომრჩა, როგორ ამას ასე რატო თამაშობდი რა, ნუ თუ ამდენი ხანი ვერ შევამჩნიე. ამიტომ მე ვფიქრობ რომ პროცესი არასოდეს არ უნდა შეწყვიტო. ეს უკვე პროფესიონალიზმიც რა თქმა უნდა არის, მაგრამ ჩემი ადამიანისთვის მასაზრდოებელია რომ პროცესი ვერ შევწყვიტო ვერასდროს და არ უნდა შევწყვიტო არასდროს. უფრო მეტიც ხელადა ცხოვრებაში იგი აუცილებელია. აუცილებელი. თუ სანახაობრივადაც ლამაზია მით უკეთესი. ამდენი წლის განმავლობაში ამდენი სპექტაკლს თამაშობ, ის აუცილებლად ნელ-ნელა გზრდის და წინა ნათამაშების სპექტაკლებიდან გამომდინარე უფრო ბევრი რაღაცა გრჩება, ბევრი რაღაცას ნახულობ საკუთარ თავში, საკუთარ პრაქტიკაში უკვე იცი რა შეგიძლია, რა არ შეგიძლია, სად რა ვერ მოახერხე, სად რა გიშლის ხელს. ამას ყველაფერს ეტაპობრივად სწავლობ და ეზრდები ადამიანი. და მე უკვე უფრო დიდი როლები მოდის, რომელსაც დიდი ხორები ის თამაში შინია ნებისმიერი ამოცანა. მე პირადად არასდროს არ მახსოვს რომ რაღაც როლზე უკან დამეხია რაღაცა ბევრი სირთულეები მქონია ვეძებდი ძალიან რთულია ძებნის პროცესი. ახლა ქალბატონმა დავამშვიდა ერთხელ ქალბატონებამ რომ ნუ გეშინიო შენ მაინც მოძებ მე ვიცი რომ შენ მოძებ შენ ხე ეძებ უკვე პრემიერაც მოახლოებული იყო მაგრამ მე არ ნუ გეშინია მე დარწმუნებული ვარ რომ შენ პრემიერამდე წინა დღით მაინც რო იყოს არა აუცილებლად მოძებნი. იყო ესეთი მომენტი და არც ის უთქვია ასე რაღაცა მიყურებდა და ესეც თავისებურად გზრდის როგორც პარტნიორი, უფროსი პარტნიორი ადამიანი ესმით და ასევე მინდა ბატონ ანზორ ხერხაძეზე ვთქვა შესანიშნავი პარტნიორი ქალბატონი მარიკა სამანიშვილი თენგოს ჯავახაძე და ბევრი შესანიშნავი კარგი პარტნიორები და კარგი მსახიობები არიან ჩვენს თეატრში და უბრალოდ მინდა რომ მათ თან ერთად
აქაურობა უფრო მეტად ცოცხლობდეს და მართლა ისე ძალიან მინდა გამიგურას მოგიე. მე ვარდებული ვარ ჩემი თავის, ღვთის და შენს წინაშე. იგი თვითონ შენს მოვალეობებზე, ანუ ჩვენ არა მარტო ადამიანებმა თვით ღმერთმა დაგვაკავშირა და ამ კავშირის გაწყვეტა მხოლოდ დანაშაულს შეუძლია. ასეთ დანაშაულს ძიმე ძალიან ძიმე საჭიროა. ყოველთვის დიდ მადლობას ვუხდი ჩემ პედაგოგებს, რაც კი ვისწავლე და რაც უფრო დრო გადის და ასაკში შევდივარ, უფრო მეტად ვაფასებ მათ შრომას, რამდენი რამე ჩადეს ერთად ჩემში და ასე ვიტყვი და მე ამას ვაფასებ ძალიან. იყო დრო, როცა ამას ცოტა სხვანაირად ცოტა სხვა დამოკიდებულება მქონდა ამ ყველაფერთან. ახლა უკვე იმის დრო არის, რომ ის ყველაფერი გამოვიყენო ბოლომდე, იმიტომ რომ ოდნავ ხარვეზის დრო აღარ არსებობს. ამის დრო იყო ერთი პერიოდი, როცა საკუთარ თავს ყველაფერს უფლებას ვაძლევდით, ცოტა ვცელქობდით, ცოტა დამოკიდებულებაც ისეთი მქონდა. ბევრი რაღაცა არაპროფესიონალური საქციელით ჩაგვიდენია თეატრში, მაგრამ დღეს უკვე ამის გაკეთება თითქმის აღარ შეიძლება. მომისმენე იდიოტო. მე ჟოზეფინა და ეს პატაშოლის შენი მიდია. ნახე როგორ დაგის. გეგონება შენია სამბარაზე. მარჩო. ალბათ პაცაცი ნაცრავა ერთად ყავს. ნუ გავიწდება. შენ გოგო. მე გოგო. მეშინე. ბავშვის გაჩენას არ არის. აქ მოღვაწეობდა ჩემი მამა ერემო სვანაძე, საქართველოს სახალხო არტისტი. იყო პერიოდი, რომ რაღაც პიესები, როცა მე რაღაცაში კიდე დამაკავებსა, უკვე ბევრ სპექტაკლებში ვიყავი დაკავებული. რაღაცას მისწორებდა, უსმენდი რაღაცას, ვითვალისწინებდი რაღაცას არა და ერთ დღესაც უთხარი, რომ მამა მაპატიე ორი ერემო სვანაძე ერთ სცენაზე უკვე ზედმეტი და ბევრი არის მეთქი. არც უთქვი არაფერი და მე ვაკეთებ დღესაც იმას, რაც მე შემიძლია, რაც შემგან არის, მაგრამ რაც მასწავლა ჩემმა პედაგოგებმა, ეს არის ჩემი თეატრი, იგივე მამამ. და დღესაც ვსწავლობ იმ ხალხისგან, იმ პარტნიორებისგან, რომლებიც ჩემს გვერდით არიან, არა მარტო უფროსი თაობა, ხალბატონი ლამარა ვაშაკიძე, ბატონი ავთანდილ სახამბერიძე, ხალბატონი ევა ხუტუნაშვილი. რავიც, ყველა ის ჩემი მეგობრები, რომლებიც ჩემს გვერდით არიან, ჩემი თაობა, ბევრის ჩამოთვლა შორს აგვიყვანს და ის ახალგაზრდებიდანაც, რომლებიც დღეს მოვიდნენ და მე მათ მინდა დაულოცო ის გზა, რაზედაც მათ ფეხი შედგეს, ძალიან ძნელი, გაჭირვებული, არაფერი განსხვავება არ არის იმ დროსა და ამ დროს შორის, უბრალოდ გათბობა თეატრში ოდნავ პატარა ხელფასია, მეტი იმასა შედარებით და სამუშაო ულევი და უთვალავ. ადრიან მიხავ თვითკოსოვაჩა. იქნები შიშონეკავა როგორც საკადი მისთვის დარგებლა მირვანო დამაკარგინა განსიხდა. ობა გამომიწვია ჩემი თვითონ. აბეშურა გეგმასამავსა. თუ მომისმენი მასაკ. გეგმანა. მოგახსენე აბეშურა. დედოფალ. ძალიან ცუდია მსახიობისთვის ცუდი მაყურებელი, კაი გაგებით. მაყურებელი ცუდი არ არსებობს, მაგრამ მაყურებელი თუ თეატრში არ გაიზარდა, ის მაყურებლად ვერ გაიზრდება. ასე რომ მაპატიოს ყველა, მაგრამ კომპიუტერზე რომ ბავშვი გაიზარდა, იმას ვერ მოთხოვ რა, ისეთ რამეს რომ იმან ჯერ თეატრი უნდა იცოდეს, სად შევიდა ის უნდა იცოდეს. ან რო შევიდა, რისთვის შევიდა. შევიდა არა ინტერნეტში,
არამედ რაღაც ტაძარში, სადაც სიმართლე არის და ქართული სცენიდან და არა მარტო ქართული სცენიდან, საერთოდ სცენიდან ხომ მართალი სიტყვა ჟღერს და ამ სიტყვის გაგონების და აღქმის უნარი უნდა გააჩნდეს. თუ ცუდად არ გამომივას რდილობა. ეგ არის. უბრუნდით ვარა. ყველნაირ რომ მომიგვავს. ისე გაწევ წელში. მამა შენისას რომ წაეტრეო და ჩამოვალ და შენიან დედამამიშვილი-ანად ხორსავა დაგხლავ ყველა სიცოცხლე. გული ამორთო წაბო. ამისთან და ის საშინელი დაწამება. მე რა ვერ შემეწყო გულის ამორთება. გამიშვით ბაბასთან. გამიშვით ბაბასთან. ბაბა, მიშვენე. მე მგონი თეატრში ესეც უნდა იყოს, რომ აი ეს კლასიკა, რომელიც თითქმის მევიწყებულია, ეს ჩვენ ქართულ კლასიკაზე ვამბობ. თუ ბავშვი არ წაეკითხავს სიტყვაზე ვამბობ. პოლიკარპე კაკაბაძეს სცენაზე მაინც უნდა იყოს რაღაცა რომ მიაწოდა. იგივე კლდიაშვილი, რომელიც ძალიან ცუდი არის თუ ქართველმა მაყურებელმა ან ბავშვმა, რომელიც მერე გაიზრდება, არ წაიკითხა. ნუ საერთოდ არა მარტო ის რო რასაც პიესა ქვია, რაიმე ქვია, აი უბრალოდ თუ არ წაიკითხა. ის მე ერთს მაყურებელი იქნება და მე უფრო აი როცა გაიზრდება და დედა ან მამა გახდება, მე უფრო გაუჭირდება, იმიტომ რომ ბავშვი ეტყვის რაღაცას ვერ გაცემს პასუხს. ასე რომ თეატრში თუ მოვა, რაღაცას გაიგებს, იმ გაგებულს აღქმა და რაღაც მე დაფიქრება ჭირდება. ეგ არის. ვითომ ჩემარძა სიზნარში ჯერ ქათმის პინტი ჩამიდო პირში და მერე ქათმის პინტში გასვლილი ფეხი მკრაგულზე. რა ვიცი, ეგება რა დამეწინება მე რა შმაკს მიყავს შემისული და ამ საქმეს ასაკავს. გამიშვით ბაბასთან, ბაბასთან მეკნები. ღამის თევა, ნერვიულობა, ნუ ყველა სპექტაკლი, ყველა პრემიერაზე ასე არის, მაგრამ პირველი, მაინც პირველია, როგორც პირველი სიყვარული, გამხელილი სიყვარული ქვია ეს, ნუ შენ უდიდესი ხელა. ალბათ პირველი ჩემი ალბათ ნაბიჯი და პირველი როლი, რასაც ლექსო ერქვა ნატაძრალში. რო ჩამოვთვალოთ დანარჩენი ძალიან ბევრი როლი მაქვს ნათამაშები. ბევრი კარგად, ბევრი ცუდად. ძნელია გამორჩევა, მაგრამ რატომღაც მე გამოვარჩევდი აი ბოლო დროინდელ ნამუშევარს დუპლეტი, რომელიც თქვენი ტელევიზიით გავიდა, ჩვენი სატელევიზიო სპექტაკლი იყო. ვაცლავ ჰაველის დუპლეტი და ჰაროლდ პინტერის წასვლამდე შეარითებული ქონდა ბატონ კოტე აბაშიძეს. ინტელიგენცია. საწყობში თბილადგილზე უარს არ ამბობდა. მაგრამ საქმე რომ ტრის ყლაპოვაზე მიდგება იმ ტრისა, რომელსაც ჩვენ დილიდან საღამომდე ყლაპავდა. ზურგს მოაქცევდა, რა თქმა უნდა თქვენ ხომ მაღლა ხართ, მაგრამ როდესაც ქვემოთ დაბლა ხართ, ყველაფრის მოკვარახჭინებას ახერხებთ. პატიოსანი კაცი კი აქ წელში წყდება. ძალიან მიყვარს ბატონი გიორგის დადგმული არის. ათმცნებაზე არის. პატარა როლი არის ზებედესი, მაგრამ ძალიან ამის ჩამოთვლა იცით ვერ იტყვის ადამიანი, იმიტომ რომ ის რაზედაც შენ მუშაობ, ყველა შენია, თითქმის ყველა შენთვის საყვარელი არის. აბსოლუტურად ვერცეც ვერ გამოარჩევ, მაგრამ მაინც ოდნავ გამოსარჩევი. ჩემთვის მაგალითად ასე არის, როგორც ყველასთვის პირველი სიყვარულიდან გამომდინარე პირველი როლი, პირველი შენი აღტაცება, შენი შექება, რომელიც არ დაგავიწყდება. არასდროს იმის მერე ხან გაქებენ, ხან გაძაგებენ, ნუ ის უფრო ცოტა ანზევითად. ყველაზე სიმაღლეზე მაინც ეს პირველი, რა თქმა უნდა, ჩემთვის მე მგონი პირველი. ერთ ჩვენიერ დღეს შენს გოხდა
თუმცა არტისტებს დაუბრუნდები. Кайფხორები მათ წინაშე. მოყვები როგორ აგურავებდი აქ. ცარიელ კასრებს. როგორი გმირი იყავი. ერაქვ. მესაწავედე. რა მაჩინია ამ ქვეყანაზე? რა? That's okay.